ქალაქ ფოთის სასპორტო სკოლაში ბიჭებთან ერთად გოგონებით ვარჯიშობენ. მარიამ ფარცვანიამ ერთ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა. შემოსული ვარ 3 თვე იქნება უკვე და ვიყავი ერთ შეჯიბრებაზე ზუგდიდში. სამწუხაროდ მეორე ადგილი ავიღე, მაგრამ რაც თავარია, გაუმჯობესებას ელოდებით მომავალში. ძალიან მომწონს და მიყვარს ეს კრივი და რა თქმა უნდა ვაპირებ გაგრძელებას. კრივის სასპორტო სკოლის გუნდში ყველაზე პატარა წევრმა რეზო კაკულიამ ხანმოკლე დროში წარმატებას მიაღწია და 4 პირველი ადგილი დაიკავა. მე დავდივარ ამ სფეროში 2 წელია, ვაპირებ რომ გავყვე ბოლომდე და მაგ 4 გამარჯვება და 2 წაგება. კრივის სასპორტო სკოლაში ასევე ჰყავთ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ლადო ლომაია. გუნდის რამოდენიმე წევრი ბაკურიანში საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება. 3 წელია რაც ამ სპორტში მოვაწეო, გამარჯვება მაქვს 2. როგორც მოგეხსენებათ გასულ წელს არც თუ ისე საკმაოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. საუკეთესო შედეგი ჰქონდა ჭაბუკებს ევროპის პრიზიორი ლადო ლომაია და ასევე სხვადასხვა ასაკში, რომელიც საქართველოს ჩემპიონები, საქართველოს ნაკრებში იყვნენ და სხვადასხვა ასაკში ყავს მრავალი ჩემპიონი, პრიზიორები, ფინალისტები, რომელიც დღეს ემზადებიან ბაკურიანში სასწავლო სათნოს შეკრებაზე და ახლო მომავალში ვაპირებთ თებერვლის თვეში 15 და 19 ჩათვლის საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 4 მოკრივით იქნებით წარმოდგენილი. ასევე თებერვლის თვეში 22 მარტის ჩათვლით ტარდება ასევე საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სადაც ჩვენი სკოლის მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას და წელს ნახავთ რა შედეგებით დავაგვირგვინოთ ჩვენ მოღვაწეობას. ბაკურიანში ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს გაიმართება.